სამცხე ჯავახეთი, სოფელი დვირი. ულამაზესი ხეობა ესეთი. მდინარე, რა თქმა უნდა, იქნება მტკვარი. გია ფორმაშია, თევზაობს. ახალი ანკესი შეიძინა და იმედი აქვს, რომ რაღაცას მოითევზავებს. აბა გია გისმენთ? მოკლედ შევიძინე სპინინგი რა, ცხოვრებაში პირველად ვთევზაობ. ესეთი რაღაცით. და ნახოთ რა გამომივა რა. ანკესი კარგი გაქვს გია. მოკლედ ჯერ ანკესი კარგია. ადგილი კარგია. წყალიც მშვენიერია, მდორე, ესეთი ღრმა წყალი, სადაც უსაფრთხოდ თევზაობ გია, ახლა შენი მარჯვე ხელის და ბედის წერა. კარგი, მოცეკვავის ფეხები უშლის რა, იგივე თემაა ჩემი. მოკლედ არასდროს არ მითევზავია ამით და ჯერ ვსწავლობ გადავიდებას. ერთი თევზი მაინც კი, ადრე ხოლ ამბობდით 3-4-იო. ახლა მოდი ერთით დავჯერდეთ და მერე მადა ჭამაში მოდისო რაოდენობა მერე გავზარდოთ. რაღაცა გამომივა რა. აბა რა. ერთ ვარ დავიჭერ ვისწავლი მაგას. არა, თბილისში ზღვაზე დარწმუნებული ვარ რომ დავიჭერ. ერთი სიტყვით, აი მუღამი აქვს. ვინცეც აქეთ სათევზაოდ უნდა წამოსვლა, ალბათ ამ ადგილს ურჩევდით, ხო? რა სოფელია? სოფელი დვირი. დვირი. აი მანქანით ჩამოსახვევით. შესული სოფელში, მარცხენა მხარეს არის, ასეთი მდორე წყალი, ნელა მიედინება, აქ საბანაოც არის. აი ბანაობად. იბანაოთ, ითევზაოთ. აი გიას ვეხვეწები, აბა შედი წყლის სიღრმე გაზომე მეთქი, მაგრამ ვერ დავიყოლი. მე იამ მხოლოდ ზღვას ვზომავ. და ბასენის წყალს კი. და ბასენი. გუშინ კარგად ზომავდი იქ წყალს. წარმატებები გია. მადლობა.